მოგესალმებით, ბრუნდება ობიექტივი პირდაპირ ეთერში გადაცემით საუბრებ ეკონომიკაზე, მე გადაცემის წამყვანი ოთარ ანგურიძე. დღეს მე სტუმრად მოვიწვიე ეკონომისტი ირაკლი მურცხოლაძე. მოგესალმებით ირაკლი, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ირაკლი, უპირატესად დავიწყებ დღევანდელ საუბარს, დღევანდელი სიახლით, რაც შეეხება იმას, რომ ევროპარლამენტმა განაცხადა თანხმობა რუსეთთან საბანკო SWIFT-ის გაუქმების შესახებ, თუ ის კვლავ განაგრძობს აგრესიას უკრაინაში. ამ დროს გამოდის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბატონი ქადაგიძე და აცხადებს, რომ ეს საქართველოს მოსახლეობას არანაირი პრობლემას არ შეუქმნის. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად არის დღეს იმის საშიშროება, რომ თუ რუსეთთან გაუქმდება ეს ეგრეთ წოდებული SWIFT-ი, ეს აისახოს საქართველოს მოსახლეობას? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მე მინდა მივესალმო თქვენს მაყურებელს. ეს საკითხი მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის. ფულადი გზავნილები საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ეროვნულ ბანკს გააჩნია საკმაოდ ზუსტი აღრიცხვის ინსტრუმენტები, ეს არის საბანკო გადარიცხვების მეშვეობით და სწრაფი გადარიცხვების მეშვეობით გადარიცხული თუ შემოსული ფულადი ნაკადების აღრიცხვა. რომელიც მათ თვითონ საჯარო სტატისტიკის სახით გააჩნიათ საიტზე და მათივე ინფორმაციას თუ დავაყრდნობით, რუსეთიდან მიღებული ფინანსური ნაკადები საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ჯამურად მთელი ნაკადებისა. უფრო მეტსაც გეტყვით, რუსეთთან დაძაბული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად წლების მანძილზე ფინანსური ნაკადები რუსეთიდან არამედ თუ შემცირდა, არამედ პირიქით გაიზარდა. თუ 2005 წელს რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 240 მილიონი დოლარის ეკვივალენტის სხვადასხვა ვალუტა გადმოირიცხა. 2013 წლისთვის ამ თანხამ 800 მილიონს გადააჭარბა. ერთადერთი პატარა გამონაკლისი იყო 2009 წელი, თუმცა ისიც არა ჩვენი პოლიტიკური ვითარების გამო იყო, არამედ უფრო მეტად მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგი იყო. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ფინანსური დამოკიდებულება იქიდან გადმოგზავნილ ნაკადებზე, ფულად ნაკადებზე არის საკმაოდ დიდი. მეცაც გეტყვით, რუსეთიდან მიღებული ფინანსური ნაკადები ყველაზე დიდი არის ჯამურად და შეიძლება თავმით თქვას, რომ ის აღემატება შეერთებული შტატების და ევროპიდან ნაერთად მიღებული ფინანსური ნაკადების ყოველწლიურ რაოდენობას. ანუ ეს არის ძირითადად საქართველოში დაბადებული გაზრდილი ადამიანები, ვინც ან დღესაც არიან საქართველოს მოქალაქეები, ან უკვე არიან შეიძლება რუსეთის ან სხვა ქვეყნის მოქალაქეები, ვინც მოღვაწეობენ რუსეთში და უგზავნიან თავის ნათესავებს, ოჯახის წევრებს აქ თანხებს. საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს და არსებობს აი ამ ფულადი შემოსავლებით და გზავნილების მეშვეობით. ხოლო ის თემა, რაც შეეხება უკვე თვითონ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ეს არ იყო სიახლე არც რუსეთისთვის და არც ევროპისთვის, ამაზე უკვე დიდხანს მიდიოდა მსჯელობა, ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როდესაც წავიდა ამ თემის განხილვა, რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეემუშავებინა თავისი სისტემა ფულადი გზავნილებისა. მე ნამდვილად გითხრათ, მიჭირს ახლა გითხრათ, რამდენად კარგად შევძლებთ და მყისიერ შევძლებთ ჩვენ სინქრონიზაციას ამ სისტემასთან, რომ ის ფულადი გზავნილების ნაკადი, რაც აქამდე შემოდიოდა საქართველოში რუსეთიდან, არ შეფერხდეს და არ შეწყდეს. თუმცა შესაძლებელი ნამდვილად არის ეს. ალბათ გარკვეულწილად რაღაცა დრო დაჭირდება ამას და გარკვეულწილად ინვესტიციების ჩადება დაჭირდება საბანკო და საფინანსო სფეროს. თქვენი შეფასებით დღეს საქართველოს ეკონომიკა რამდენად არის დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკაზე? საქართველოს ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკაზე რა თქმა უნდა არის დამოკიდებული და ჩვენ მეზობლები ვართ და შესაბამისად ძალიან აქტიური სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები გაგვაჩნია. თუმცა ის რომ თქვათ რუსეთის ემბარგომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან დააზარალა, ჩემის აზრით ცოტა გაზვიადებულია და გეტყვით რატომ. თუ ჩვენ გადავხედავთ საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიკას, ნათლად გამოჩნდება რომ თვითონ რუსეთის ემბარგოს დიდი ზეგავლენა არ ქონია საქართველოს არც ექსპორტსა და არც იმპორტზე. საქართველოს ექსპორტი 6.5-ჯერ გაიზარდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
და მათ შორის ემბარგოს შემოღების წლების პერიოდიც საკმაოდ დიდი ზრდით იყო განპირობებული. აქ იყო მთელი რიგი ფაქტორებისა, მაგალითად ისეთი ფაქტორებისა, რომ როდესაც ქართველ ექსპორტერებს გადაეწურათ რუსეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანის შესაძლებლობები, მათ დაიწყეს ალტერნატიული ბაზრების მოძიება. ამან ორმაგი ეფექტი იქონია ჩვენს პროდუქციაზე. ერთი ის, რომ მოძებნეს ახალი პარტნიორები, მეორე კი ის, რომ მოუწიათ უკვე ხარისხის გაზრდა. იმიტომ თუ რუსეთში იყვნენ არსებული ქართული პროდუქციის ხარისხზე უკვე კმაყოფილები და იცნობდნენ ამ პროდუქციას, სხვა ქვეყნებში, სადაც ქართულ პროდუქციას არ იცნობდნენ, ჩვენ მოგვიწია კონკურენციის უფრო მკაცრ პირობებში მუშაობა და ჩვენი პროდუქციის ხარისხიც ამით ამაღლდა. ეს რა თქმა უნდა თვითონ ადგილობრივი წარმოებისთვისაც ძალიან დიდი პლუსი არის. აქაც იგივე საინტერესო დინამიკა არის. საქართველოს მთელი საექსპორტო მოცულობაც გაიზარდა გარდა უბრალოდ იმ მონაცემისა, რაც მთელ ვაჭრობას შეეხება. თუ ვთქვათ 2003 წელს ჩვენი ექსპორტი დაახლოებით 500 მილიონამდე იყო დოლარის ეკვივალენტს გულისხმობ. 2013 წლისთვის ამ მონაცემა 3 მილიარდ დოლარს მიაღწია. მეორეს მხრივ უკვე იმპორტის თვალსაზრისით, აქ უკვე რუსეთი აღმოჩნდა დაკნინებულ მდგომარეობაში საქართველოს მიმართ. და გეტყვით რატომ. რუსეთის წილი საქართველოს იმპორტში წლების განმავლობაში კლებულობს და კლებულობს. ეს რას ნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარი არის ღია ბაზარი, აქ შეუძლია შემოვიდეს ნებისმიერი უცხოელი მოთამაშე თუ ბიზნეს პარტნიორი. და ადგილობრივმა ბაზარმა ნახა მთელი რიგი პროდუქციისა, რომელიც უკეთესი იყო ფასის თვალსაზრისით, ხარისხის თვალსაზრისით, ვიდრე რუსეთიდან შემოტანილი პროდუქცია. ამან გამოიწვია ის, რომ მთელი რიგი რუსული პროდუქციისა ჩანაცვლდა საქართველოში სხვა მისი კონკურენტი ქვეყნების პროდუქციით. იქნებოდა ეს დასავლეთის პროდუქცია, თურქეთისა თუ ჩინეთის პროდუქცია. ამ თვალსაზრისით ასევე არის აღსანიშნავი ის მომენტი, რომ დინამიკა აქაც ძალიან მეტყველი არის. თუ 2000-იანი წლების დასაწყისში 2003-2005 წლებისთვის დაახლოებით 15% იყო ჯამურად საქართველოს იმპორტში რუსული წილი, დღესდღეობით ეს არის 7.5%. ახლა რა განაპირობა ის, რომ ამხელად ვითომ დიდი დარგების, როგორიც არის, აი ღვინის წარმოება, ალკოჰოლური სასმელების წარმოება და მინერალური წყლების წარმოება, მიუხედავად ამისა, ჩვენი ექსპორტი მაინც იზრდებოდა. ერთი ის, რაც გითხარით, რომ მათ მოძებნეს ალტერნატიული გზები საკუთარი პროდუქციის ექსპორტისთვის, ხოლო მეორე მდგომარეობს იმაში, რომ თვითონ სოფლის მეურნეობას როგორც ასეც საქართველოს მთლიანში პროდუქტში დიდი წილი არ უკავია. დღესდღეობით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ბაზარი გახსნილია და მეღვინეებისთვის ხელსაყრელი პირობები არის ღვინის ექსპორტისათვის, მთლიანად საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეს არ არის მხოლოდ ღვინო და ალკოჰოლური სასმელები და მინერალური სასმელები, არამედ მთელი სოფლის მეურნეობის სექტორი შეადგენს დაახლოებით 9%-ს მთელი შიგა პროდუქტისა. მაშინ, როდესაც ექსპორტის ძირითადი სექტორები არის ესეთი სექტორები, როგორიც არის ფერადი ლითონების ექსპორტი, ჯართის ექსპორტი, არის აზოტის ექსპორტი და სხვადასხვა მუხლები არის. ეს პროდუქცია არ გადის რუსეთის მიმართულებად, მას გააჩნია სხვა მომხმარებლები, ასევე ერთ-ერთი მსხვილი მუხლი არის ავტომობილების რეექსპორტი, რომლებიც შემოდის თქვა ძირითადად დასავლეთიდან საქართველოში და შემდეგ უკვე გარკვეული პერიოდის აქ ყოფნის შემდგომ ისე ვიყიდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში. ამიტომ აი ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი არ ყოფილა საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენა ამ 2000-იანი წლების დაძაბულ პოლიტიკურ ფონზე. თუმცა ის ფონი, როდესაც ევროპის წამყვანი სახელმწიფოები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ იქ პოლიტიკური მოტივებით რუსეთში ექსპორტზე, გარკვეული სახის სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, მათ შორის გარკვეულ პერიოდში რუსეთმაც თქვა უარი ევროპულ პროდუქციაზე, მაგრამ შემდეგ ისევ დაუშვა, იმიტომ წარმოიქმნა დიდი დეფიციტი. ასეთ ფონზე შესაძლოა ქართველი ბიზნესმენებისთვის ერთგვარი საცდური იყოს უფრო დიდი რაოდენობით რუსეთში პროდუქციის გატანა. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში გარკვეული სახის დეფიციტის რისკები არსებობს და შესაბამისად ის რისკები შესაძლოა დაბალანსდეს ქართული პროდუქციით. შესაბამისად ეს იქნება გარკვეული მაცდუნებელი ქართველი ინვესტორებისთვის, რაც უფრო გაზრდის საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულებას რუსეთის ეკონომიკისადმი.
ანუ ასეთ ფონზე რამდენად არის რისკი იმისა, რომ ეს დამოკიდებულების ხარისხი აიწიოს. მე დაგეთანხმებით ამ პოზიციასთან დაკავშირებით და მეცაც გეტყვით, რომ ეს არის ორი სხვადასხვა მხარე, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ერთი არის პოზიტიური მხარე, არის ნეგატიური მხარე. ნეგატიური მხარე ალბათ ყველასთვის ნათელია, ეს არის რის ფაქტორი, როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ისეთ მეზობელთან, რომელმაც ერთხელ უკვე ფაქტიურად აკრძალა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი საკუთარ სახელმწიფოში, ჩვენ შეიძლება მოველოდეთ ანალოგიურს მისგან უკვე მომავალში. თან როდესაც ვხედავთ, რომ ასეთი სანქციები ორმხრივ რეჟიმში ტარდება დასავლეთსა და რუსეთს შორის. ანუ ის რომ საქართველოში საწარმოები გადაერთონ რუსეთის მომარაგებაზე, მოიცავს რისკს იმ თვალსაზრისით, რომ ხვალ შეიძლება გავიღვიძოთ და აღმოჩნდეთ კვლავ ისეთ პოლიტიკურ ვითარებაში, სადაც ამ ახალ ბაზარს დაკეტავენ ჩვენი მწარმოებლებისთვის. თუმცა მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, საინტერესო არის, რომ ეს ბაზარი დღესდღეობით არის ღია ჩვენთვის და რაც თქვენ აღნიშნეთ ის, რომ გარკვეულწილად მთელი რიგი დასავლელი ეკონომიკური პარტნიორებისა შეფერხებულები არიან რუსეთთან ურთიერთობაში, ეს ხსნის ბევრ შესაძლებლობას ჩვენი მეწარმეებისთვის და ჩვენი კომპანიებისთვის. უფრო მეტიც, არა მარტო ჩვენი კომპანიებისთვის, შეიძლება დასავლელმა კომპანიებმა გააკეთონ უკვე ინვესტიციები საქართველოში, რომ საქართველოში მათი კაპიტალით დაფუძნებულმა კომპანიებმა მოახდინონ შემდეგ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი რუსეთში, რომ საკუთარი საწარმოები, რომლებიც იყვნენ რუსეთზე ორიენტირებული იმ დასავლურ სახელმწიფოებში, საიდანაც ისინი აწარმოებდნენ ამ პროდუქციებს, გადმოიტანონ საქართველოში. თუმცა აქაც კიდევ ერთხელ აღსანიშნავია ზუსტად ის, რაც თქვენ თქვით, რომ რისკ ფაქტორი არის საკმაოდ დიდი. ჩვენ რო გქონდეს ურთიერთობა ამ შემთხვევაში ისეთ სტაბილურ სახელმწიფოსთან, რომელიც არის პროგნოზირებადი, რომელიც შეიძლება იცოდე, რომ თქვა, გარკვეულ გადადგმულ ნაბიჯებზე რა უკუქმედებას მიიღებდი, ეს კიდე გათვლადი იქნებოდა და ამ ბიზნეს რისკის დაზღვევა შეიძლებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან რთულია. მით უმეტეს პოლიტიკური ვითარება საკმაოდ დაძაბული არის. ჩვენ არ ვიცით არამც თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, საკმაოდ მოკლევადიან პერსპექტივაში არ ვიცით როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობები და რამდენად სტაბილურად განვითარდება შესაბამისად უკვე ჩვენი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები. როდესაც მთელი მსოფლიო მსჯელობს იმაზე, რომ რუსეთთან გამოაცხადოს ეკონომიკური ბლოკადა და შეწყვიტოს ყველაფერში არა, მაგრამ გარკვეული სახის ეკონომიკური აქტივობები, ასეთ ფონზე საქართველოზე და ასეთი ბლოკადები რამდენად მოახდენს გავლენას. ნუ გარკვეულწილად რა თქმა უნდა იქნება ეს ზეგავლენა, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ არის ისეთი მსხვილი ცალმხრივი ერთი დიდი სახელმწიფო, რომელიც ყველაფერს წვიტავს ჩვენ ქვეყანაში, მაინც საკმაოდ დიდი ზეგავლენა გააჩნია საქართველოს ეკონომიკაზე, მასში მიმდინარე პროცესები აისახება ჩვენს ეკონომიკაზეც და ზეგავლენა რა თქმა უნდა იქნება. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ისეთი საკითხებიც, რომ საქართველოში საკმაოდ დიდი არის რუსული კაპიტალის მონაწილეობა. საქართველოში ძალიან ბევრი საწარმო არის ისეთი, რომელიც არის რუსული კაპიტალით შექმნილი. მათ შორის ნაწილი არის ისეთი კომპანიებისა, რომელიც გაცხადებულად და ოფიციალურად არის რუსული კაპიტალით მიერ შექმნილი, რუსული კერძო კაპიტალით შექმნილი. არის ისეთი კომპანიების ნაწილი, რომელიც არის უკვე რუსეთში სახელმწიფო რუსული კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციებით. და მესამე კომპონენტია, ეს პირველი ორი კომპონენტი აღრიცხვადი არის და შეიძლება რომ შეხვიდეთ და ნახოთ ამ მონაწერის მიხედვით ვინ არის მფლობელი ამ თუ იმ აქციებისა. ხოლო მესამე კომპონენტია, ეს არის არაპირდაპირი უცხოური ინვესტიციები, როდესაც ხდება ოფშორული ზონებიდან გარკვეული კომპანიების დაარსება და შემდეგ მიერ აქ არსებული კომპანიებისა და სხვადასხვა ლიკვიდურობი აქტივების შესყიდვა. აქ უკვე ჩვენ არ ვიცით ზუსტად რასთან გვაქვს საქმე. არის ეს მათ შორის ქართული კაპიტალი, რომელსაც არ უნდა უჩვენოს ადგილობრივ კიდაც მოსახლეობას თუ სხვა სახელმწიფო ორგანოებს, ვინ არის რეალურად ამ კომპანიების მფლობელები, თუ რაღაცა სხვა ქვეყნის ინვესტორებთან გვაქვს საქმე და მათ შორის რამხელა არის წილი რუსული კომპანიებისა და რამხელა არის წილი სხვა სახელმწიფოების ამ ინვესტიციებში. ამ თვალსაზრისით სტატისტიკა არ არსებობს, ეს საკმაოდ ბუნდოვანი თემა არის, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი არის. და საერთო მოცულობით რამდენია რუსული კაპიტალი, რამხელა არის
რუსული კაპიტალის მონაწილეობა საქართველოში. სხვადასხვა ძალიან საინტერესო თემა არის. ეს არის მინდა ჩამოგითვალოთ მაგალითად. ეს არის საბანკო სექტორი. ერთ-ერთი წამყვანი ქართული ბანკი არის რუსული კაპიტალით, ეს თქვენთვის ყოველთვის ცნობილი არის. ეს არის სამთო მომპოვებელი სფერო, სადაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვილი კომპანია არის წარმოდგენილი რუსული კაპიტალით. ეს არის ინფრასტრუქტურისა და სერვისების სფერო, სადაც ასევე ერთ-ერთი მსხვილი რუსული ჯგუფი არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, მობილური ტელეკომუნიკაციების სფერო, სადაც ასევე არის წარმოდგენილი რუსული კაპიტალი და კიდევ ბევრი სხვა დიდი სფეროები. ახლა თანხობრივ გამოხატულებაში რას შეადგენს? ეს ნამდვილად მე არ ვიცი და საინტერესო საკითხი არის, თუმცა ალბათ დათვლის თვალსაზრისით იქნება ძალიან რთული ამის დათვლა, იმიტომ რომ აქ იქნება საუბარი არა მხოლოდ იმაზე, თუ თავდაპირველად რა ინვესტიცია განხორციელდა და რა ფასად შეიძინეს მათ ესა თუ ის აქტივები. არამედ ასევე უნდა ინახოს თქვა შემდგომ განახორციელეს თუ არა რაიმე კაპიტალის დაბანდება უკვე განახლებაში ამ კომპანიების ახალი დანადგარების შესყიდვაში თუ სტრუქტურულ რეორგანიზაციაში, ტრეინინგებსა და ახალი შენობების აშენებასა თუ სხვა სახის ინვესტიციებში. ამ თვალსაზრისით ეს უკვე ძალიან დიდი სამუშაოა და ალბათ ძალიან რთული განსახორციელებელი იქნება. რუსეთის მონაწილეობას რუსეთის კაპიტალის მონაწილეობა საქართველოში ექსპერტების და საზოგადოების გარკვეული ნაწილი სხვადასხვაგვარად აღიქვავს. ნაწილი უყურებს როგორც ინვესტიციების ზოგად ზრდას, ხოლო ნაწილი კი პროტესტის ნიშნად გამოხატავს ნეგატიურ დამოკიდებულებას ამ ფაქტთან მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება რუსეთთან გარკვეული სახის ეკონომიკური დამოკიდებულება თუნდაც წარსული მოვლენებიდან გამომდინარე. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად არის აუცილებლობა იმისა საქართველოში, რომ რუსული კაპიტალი უფრო მეტად გაიზარდოს ან შემცირდეს? ალბათ ეს უფრო საზოგადოებისა და ხელისუფლების შეთანხმების საკითხია. თუ ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, ჩვენი კარები ღია ნებისმიერი უცხოელი ინვესტორისთვის, თუ ადგილობრივი ინვესტორისთვის და ჩვენი ეკონომიკა მუშაობს წმინდა საბაზრო პრინციპების გათვალისწინებით, მაშინ ალბათ ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ შევზღუდოთ ამა თუ იმ ქვეყნის კაპიტალის შემოდინება. თუ კი მეორეს მხრივ ჩვენ ვამბობთ, რომ არის გარკვეული სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილები და ამას ვაცხადებთ და ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის გაცხადებული ნაწილი, ამ შემთხვევაში შეიძლება უკვე შეიზღუდოს ასეთი სახის ინვესტიციები. გარდა ესეთი მიდგომებისა არის კიდევ სხვა ალტერნატივა. ეს თქვენ მოგეხსენებათ არის ამა თუ იმ ობიექტების სტრატეგიულ ობიექტებად აღიარების თემა. თავის დროზე შევარდნაძის ხელისუფლების დროს იყო გარკვეული ჩამონათვალი ობიექტებისა, რომელსაც მიიჩნევდნენ როგორც სტრატეგიულ ობიექტებს და ისინი არ ექვემდებარებოდნენ გასხვისებას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მაშინაც ხდებოდა გამონაკლისები და ასეთი ობიექტები არ ერთხელ გაყიდულა. ხოლო შემდეგ უკვე ვარდების რევოლუციის მოვლენების გათვალისწინებით ეს მიდგომა შეიცვალა, თუ გახსოვთ მაშინ ბატონი კახაბენდუკიძე აცხადებდა, რომ თუ შესაძლებელი იქნება, დღესაც გავყიდიოთ ამით შემოსავალი იქნება რამე და ანუ სტრატეგიული ობიექტების მცნება როგორც ასეთი სახელმწიფო პოლიტიკა იქნა ამოღებული. აი ესეც ერთ-ერთი ფაქტორი არის, რომელიც ვთქვათ, პოლიტიკური დაპირისპირების გარეშე აბალანსებს ქვეყანაში ამა თუ იმ კომპანიების გასხვისების საკითხს. თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ მაგალითად ელექტრომომარაგება, წყალი, სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტები, ისეთი როგორიც არის მაგალითად ტელეკომუნიკაციები არ არის ყველასთვის დასაშვები და არის სტრატეგიული ობიექტები, მაშინ ჩვენ შეიძლება აღვრძალოთ ამ მიმართულებით უცხოური კაპიტალის შემოდინება. თუმცა დღესდღეობით ზუსტად რომ აი ამ სექტორებში არის საკმაოდ დიდი რუსული ინვესტიციები განხორციელებული. ყველასთვის ცნობილია მაგალითად რომ AES Telasi თავის დროზე ამერიკული კომპანია გაიყიდა RAO-ზე და რუსული ინვესტიციის შედეგად ის გახდა უკვე ნაწილობრივ ქართული, ნაწილობრივ რუსული კომპანია, ის რუსული კაპიტალის მეშვეობით განახლდა შემდგომ უკვე. ასევე ცნობილია უკვე რომ საკმაოდ დიდი ინტერესები არის რუსული კაპიტალის
წყლის მომარაგებაში. ბილაინი მოგეხსენებათ, რომ არის საქართველოს მობილური ბაზრის საკმაოდ მსხვილი მოთამაშე. ეს სია შეიძლება გაგრძელდეს კიდევ უფრო ბევრი სხვა კომპანიით, რომელიც ზომებში სხვადასხვა მოცულობის არის, თუმცა სფეროები, რომელსაც მოიცავს ეს რუსული ინვესტიციები, საკმაოდ მრავალფეროვანია. დღესდღეობით უკვე ეს თემა აღარ არის პოპულარული, მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა ეკონომისტმა, სახელმწიფო ჩინოვნიკმა, ასე ვთქვათ, ჩუბაისმა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც დღესაც შეგიძლიათ ნახოთ სრული შემთხვევაში ინტერნეტ სივრცეში, სადაც ის საუბრობდა იმაზე, რომ რუსეთს უნდა თუ ვთქვათ, სხვა სახელმწიფოებს ჰქონდათ რაღაცა როლი მსოფლიო ეკონომიკაში და მსოფლიო პოლიტიკაში, აი რა როლი უნდა ქონოდა რუსეთს ამ მსოფლიო გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და მისი აღწერით რუსეთს უნდა შეექმნა ლიბერალური იმპერიის ფორმატი. თვითონ ეს ლიბერალური იმპერიის კონცეფცია არ არის რუსეთში მოგონილი, თავის დროზე ეს კონცეფცია განიხილებოდა დიდ ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებში, სხვა სახელმწიფოებში. აი უკვე 2000-იანი წლების დასაწყისში მოხდა მისი გაჟღერება რუსეთის მხრიდან. დღესდღეობით რუს ეკონომისტებს ძალიან არ მოსწონთ ეს ფრაზა, იმიტომ რომ თვითონ სიტყვა იმპერია რაღაცნაირად მათ ყურს სჭრით. მაგრამ ის რაც განხორციელდა საქართველოში, მათ რა ინვესტიციებიც განახორციელეთ, საკმაოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯდება ამ კონცეფციის ჭრილში. სხვა საკითხია, რომ ჩვენთან ურთიერთობაში რუსეთს მხოლოდ ლიბერალური მიდგომა არ ქონია და ამასთან დაერთო შეერაღებული კონფლიქტი. აი ეს ორი უკვე ერთად გამორიცხავს ყოველგვარი ლიბერალური იმპერიის კონცეფციას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სამხედრო დაპირისპირება მხოლოდ მშვიდობიან მეთოდებს თავისთავად ხვდებით, რომ არ გულისხმობს. ბოლო პერიოდში, როდესაც საუბარია ამ დავძაბულობაზე რუსეთ-უკრაინას შორის, და მეორე მხრივ უკვე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის ეკონომიკურ ბლოკადაზე და მასთან ყოველგვარი ურთიერთობის ეტაპობრივ გაწყვეტაზე საქართველოშიც პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი აქტიურობს იმ მოსაზრებით, რომ საქართველომაც უნდა მიმართოს დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოებს და გარკვეული სახის სანქციები დავარქვათ, თუ გნებავთ გარკვეული სახის ბლოკადა დავარქვათ, უნდა განახორციელოს საქართველომაც და შეუერთდეს ამ გლობალურ პროტესტს რუსეთის წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის დღეს საქართველოსთვის კარგის მომტანი და უარყოფითის მომტანიც? ანუ ერთის თვალსაზრისითაც რო შევხედოთ და მეორეს თვალსაზრისითაც, ანუ საქართველოს მონაწილეობა ამ საერთაშორისო პროტესტში ისი მომტანი იქნება? აქ უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. ეს არ არის უბრალოდ სიმღერა, რომელსაც იმღერებდა სოფელი აშენდება ამ სიმღერით, ეს არის ძალიან სერიოზული შედეგების მქონე ნაბიჯი. არის გარკვეული სექტორები საქართველოს ეკონომიკის, რომელიც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომელიც არის პირდაპირ დაკავშირებული რუსეთის ეკონომიკასთან. ჩვენ უნდა მაშინ ვიცოდეთ, რომ რაღაცა მოსახლეობის ნაწილი იზარალებს ამით. საპირწონეთ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ის იგივე დასავლეთი, რომელსაც ჩვენ შევუერთდებით აი ესეთ გადაწყვეტილებებით, გარკვეულ მხარდაჭერას გამოგვიცხადებს. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვიერი და ზეპირი მხარდაჭერა, ეს უნდა იყოს ფინანსური მხარდაჭერა, ეს უნდა იყოს ეკონომიკური მხარდაჭერა. ეს უნდა იყოს პოლიტიკური მხარდაჭერა. ჩვენ ახლა უკვე იცით, რომ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, მიდის DCFTA-ის, ანუ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების განხორციელება, ანუ აი ამ სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერის მიერ ჩვენთვის მოცემული შეღავათების გამოყენება შეიძლება უკვე, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამას წინათ ზუსტად ამ სტატისტიკასაც უყურებდით. ჩვენი სავაჭრო დინამიკა ევროკავშირის ქვეყნებთან მკვეთრად არ გაზრდილა ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ. აღმოჩნდა რა, რომ ის კომპანიები, რომელსაც გააჩნდათ ეკონომიკური პოტენციალი ევროკავშირში გარკვეული ქართული ნაწარმის ექსპორტისთვის, უკვე ახორციელებდნენ ამ ექსპორტს. და ასე თუ ისე იმ შეზღუდვებითა თუ ადმინისტრაციული პერკეტებით
რაც ევროკავშირს გააჩნდა, მაინც ახერხებდნენ საკუთარი პროდუქციის გატანას. მეორე საკითხია, რომ ამ ხელშეკრულებით მათთვის, რა თქმა უნდა, ეს პრობლემები შემსუბუქდა, უფრო მარტივია პროდუქციის გატანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახალი წამოწყებები, აი ესე უცბად რაღაც დიდი აფეთქება და ექსპორტის მოცულობაში ზრდა ევროკავშირის მიმართ არ ყოფილა. მაშინ, როდესაც უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის ბაზრის გაღებამ მოახდინა ასეთი ზრდა, კერძოდ ღვინის ბაზარზე. შარშან რთველის შემდგომ ღვინის კომპანიები ეძებდნენ ყურძნის ჩამბარებლებს, რომ აეღოთ ეს პროდუქცია და შესაბამისად უკვე დამუშავებული და გადამუშავებული ღვინო გაეგზავნათ ექსპორტზე რუსეთში და საკმაოდ დიდი დეფიციტი იყო. აქ უკვე ახალ მოთამაშეებზე კი არ იყო საუბარი იყო იმაზე, რომ არსებული მოცულობა ვენახების საქართველოში თითქმის მთლიანად იყო ათვისებული. თან თქვენ მოგეხსენებათ, რომ ვენახი არ არის ერთწლიანი ინვესტიცია, ის საკმაოდ გრძელვადიანი ინვესტიციაა და თქვენ წელს რომ ჩადოთ დიდი ინვესტიცია ვენახების მიმართულებით, გაისად ვერ მიიღებთ იმ პროდუქციას და ვერ გაზრდით, ვერ გააორმაგებთ, ვერ გაამაგებთ ექსპორტს. ასეთი მყისიერი ინვესტიციის შესაძლებლობით. ხოლო როდესაც ჩვენ საუბრობთ ევროკავშირის მიმართულებით, აქ ჯერ არ არის ესეთი მკვეთრი ზრდა ეკონომიკურ ურთიერთობაში. თუმცა ეს არის ძალიან პერსპექტიული მიმართულება. ევროკავშირი არის ბევრად უფრო სტაბილური პარტნიორი და თუ მე მკითხავთ არის ბევრად უფრო სასურველი პარტნიორი ჩვენი კომპანიებისთვის, იმიტომ რომ მათ არ ახასიათებს ასეთი ნაუცბათები გადაწყვეტილებების მიღება და თუნდაც იგივე თუ ავიღებთ რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებს, აი ამ ურთიერთობის დაძაბვიდან მეორე დღეს არ შემოუღიათ მათ ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ, არამედ ეს იყო საკმაოდ დიდი ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ბევრი გაფრთხილების შედეგად და უკვე როდესაც ყველა დიპლომატიური მეთოდი იქნა გამოყენებული, მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენეს ეს სანქციები. ასევე საქართველოსაც თავისუფლად აი ამ მაგალითზე უნდა იცოდეს, რომ ჩვენთვის ევროკავშირი იქნება ძალიან კარგი ეკონომიკური პარტნიორი. უბრალოდ განსხვავებით რუსეთისგან, იმისთვის რომ ჩვენ ევროკავშირთან გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენ ბევრად მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება. რატო? ევროკავშირში ბევრად უფრო მაღალი სტანდარტებია წარმოებულ პროდუქციაზე ვიდრე რუსეთში. ევროკავშირში მომხმარებელი უკვე შეჩვეულია, რომ მას აქვს დიდი არჩევანი პროდუქციის. იაფი პროდუქციაც არის, ძვირიანი პროდუქციაც არის და საშუალო სხვადასხვა ქვეყნების მიერ წარმოებული. იქ რომ შენი თავი დაიმკვიდრო, ბევრად უფრო დიდი ინვესტიცია უნდა გასწიო. არა მარტო წარმოების თვალსაზრისით, არამედ მარკეტინგის თვალსაზრისითაც. და ეს რთული სამუშაოა. მაგრამ მიმაჩნია, რომ ღირს ასეთი სამუშაოს ჩატარება და ასეთი რისკების გადალახვა. სარი გვაქვს ეთერში მოусმინოთ სვენერს, გისმენთ? ალო. დიახ. გამარჯობათ. მოგესალმებით. მივესალმებით თქვენ სტუმარსაც. ისიც, როდესაც რაიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ, საქართველოს მარტო ხელისუფლებისა არ არის. საქართველოს არის ქართველი ხალხის. ქართულ ხალხს ეკუთვნის და ქართულმა ხალხმა მოიყვანა ეს ხელისუფლება. იმ მიზნით და იმ მოტივით, რომ რუსეთთან იგი გააუმჯობესებდა ურთიერთობას და გაიხსნებოდა რუსეთის ბაზარი. ესე იგი, ადამიანები კაპიკებში ყიდიან ატამს, ქლიავი ულპებათ, ვაშლები ულპებათ, მე რაიონიდან ჩამოვედი ეხლახან და ბაზარი, რუსეთის ბაზარი, როდესაც დაიკარგა, ჩვენი გლეხი ყველანაირად განადგურდა და გაღარიბდა. კი ბატონო, ევროკავშირი კარგია, ვინ ამბობს და მასანაც უნდა გქონდეს ურთიერთობა, ყველასანაც უნდა გქონდეს ურთიერთობა, მაგრამ სანამ ჩვენ ევროპის ბაზარზე გავალთ, ამას უნდა წლები და ამ წლების განმავლობაში ხალხი უკვე და გლეხობა განადგურებულია, გაუბედურებული, ასეთი გაღატაკებული გლეხობა არასოდეს არ ყოფილა საქართველოში. ერთ-ერთი უძლიერესი და უმდიდრესი იყო ქართული სოფელი. თელ საბჭოთა კავშირში და არა მარტო საბჭოთა კავშირში უცხოელები გაოცებულები იყვნენ, როცა ჩამოდიოდნენ და ნახულობდნენ რა მდიდარი გლეხები და როგორი სახლები იყო საქართველოში. ეხლა ყველაფერი უკან და უკან მიდის ბატონებო და დავიბრუნოთ ეს რუსეთის ბაზარი. განამ ეს ჩვენ რამე ცუც მოგვიტანს, როდესაც რუსეთს ძალიან სჭირდება ჩვენი ბაზარი, მით უმეტეს ეხლა როდესაც კრიზისია და თემა მსოფლიო მას გამოუცხადა ესეთი ანტირუსული განწყობილება მიდის და მთელი მსოფლიო უკრაინას კი არ ებრძვის, რუსეთს ებრძვის, ხო? როგორც მართლმადიდებელ ტრადიციულ კულტურულ და ლამაზ ერს და ერთ-ერთ უძლიერეს ერს, ხო? ბატონო, ასევე თუ შეიძლება გითხარით, რომელი რეგიონიდან ხართ ჩამოსული, რომ ესეც საინტერესო იქნება. ისიც რა, რომელი რეგიონიდან, ნებისმიერ რეგიონში
იბრძანდით და ხალხს უნდა დაუგდოთ ყური, იმიტომ რომ ხალხი უკვე განადგურებულია კომბოსტოს ყრის, ტონობით კომბოსტოები იყრება. ატამს 10 თეთრად, 20 თეთრად, პამიდორს 10 კაპიკად იხვეწებიან და მეშობ პამიდორს 10 ლარად იძლევიან, ხო? განადგურდა ეს გლეხობა, ბატონებო, ხალხზე ვიფიქროთ. კი ბატონო, ევროპაში სანამ ევროპაში ჩვენ ფეხს მოვიკიდებთ, 20 წელი მჭირდება და 20 წელი თუ ასე გაგრძელდა, ქართველიერი აღარ იარსებებს. ხალხს დაუგდეთ ყური. მოსახლეობის 80% უნდა რუსეთთან ბაზრის გახსნა. მადლობა. მათ შორის ძალიან საინტერესო ზარი იყო. გინდათ, არ გინდათ, ყველა იყურება საკუთარი ფანჯრიდან, ცხოვრებას უყურებს საკუთარი ფანჯრიდან. მათ შორის შეიძლება ის ადამიანები, ვინც კარგად გრძნობენ თავს და კომფორტულად გრძნობენ, ბუნებრივია, რომ ის ადამიანები უფრო იყედებოდნენ დასავლეთისკენ, შეერთებული შტატებისკენ, ევროკავშირისკენ, მაგრამ ადამიანები, რომელსაც აქვთ ისეთი ფინანსური პრობლემები, რომ არ იციან თქვა ხვალ ექნება თუ არა საარსებო მინიმუმი, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ის პროდუქცია, ის მწირი პროდუქცია, რასაც აწარმოებენ, მისი გასაღების ბაზარი კონდეთ და კონდეთ სტაბილური. ახლა ქალბატონის პათოსი აბსოლუტურად გასაგებია. თუმცა აქ ძალიან დიდი პრობლემა არის. ორი დიდი პრობლემა, ერთი ის, რომელიც ვახსენეთ ჩვენ უკვე გადაცემის დასაწყისში, ეს არის რუსეთის ბაზრის არასტაბილურობა, ის რომ თუმცა გარკვეულ დროებით ჩვებას მაინც მიიღებენ ეს ადამიანები, რომ საკუთარი პროდუქციის გატანა შეძლონ რუსეთში და ალბათ მართალია ეს ქალბატონი უარი რატო უნდა ვთქვათ იმ შესაძლებლობაზე, როცა არის შესაძლებლობა. ხოლო მეორეს მხრივ, აქ არის კიდევ უფრო დიდი პრობლემა. ეს არის ზოგადად სოფლის მეურნეობის პრობლემა საქართველოში, რომელიც არის პირველ რიგში დაკავშირებული მიწის ფონდთან. დღეს საქართველოში ის რაც აღნიშნა ქალბატონო, წლების წინ საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სოფლის მეურნეობის რესპუბლიკა. ფაქტიურად აღარ არის დარჩენილი მიწა იმისთვის, რომ გლეხმა სოფლად მომუშავე ადამიანმა შექმნას კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის საქონელი. რატომ? თქვენ თუ ნახავთ მონაცემებს, აღმოჩნდება, რომ მთელი მიწის ფონდის დაახლოებით ნახევარს ფლობს ფერმერთა 2%. ანუ ის მსხვილი ფერმერული გაერთიანებები, ეს არ ვიცი, კერძო პირები იქნება თუ კომპანიები იქნებიან, ფლობენ მთელი საქართველოში დამუშავებული მიწის ნახევარს და ეს არის მხოლოდ 2%. დანარჩენი სოფლად მომუშავე ადამიანების 98% ფლობს დარჩენილ 50%-ს. ეს რას ნიშნავს? რომ საშუალოდ ერთ მეურნეობაზე მოდის დაახლოებით 9 ჰექტარი სოფლად. აი ესე წვრილ მეურნეობებზე. ეს ფაქტურად არ არის იმისი საკმარისი. საწყისი პრივატიზაციის შეცდომა იყო, როდესაც ქაოსურად გაკეთდა თავის დროზე არა გეგმიურად. ნუ აქ ცოტა აქ აი ამ მომენტში თავის დროზე სახელმწიფოს უნდა ეთამაშოს საკმაოდ დიდი როლი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა თქვენ ხართ სოფლად მომუშავე ფერმერული მეურნეობა. ახლა მიწის დამუშავებით ხარ ძირითადად დაკავებული. დიდად არ იცით სამართლებრივი პროცედურები. ამ დროს შემოდის რაღაცა უცხოური კომპანია, ამ მსხვილი ბიზნესმენია ვიღაცა, ვისაც უნდა რომ დიდი რაოდენობით მიწები შეისყიდოს რაიონში. რა თქმა უნდა, ის ისარგებლებდა ამ სიტუაციის, გინდათ კომპანია, გინდათ ის ფიზიკური პირები და იყიდნენ იმ მიწის ფართებს, როდესაც აი ესეთ წვრილ ფერმერულ მეურნეობას გლეხურ ოჯახებს არ ქონდათ ამის შესაძლებლობა, დარჩენ ფაქტიურად მიწის გარეშე. მობილური გვირეკავს სვენელი 80 მინუტი. დიდი გისმენთ. 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 მოგესალმებით. მოგესალმებით. ჩემი აზრით დასავლეთის ინტერესებში იყო მხოლოდ ის, რომ ჩვენ ქვეყანაში, კერძოდ აფხაზეთში და სამაშაბლოში გვაქვს ასეთი დიდი პრობლემები ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით. და თუ ერთი ჯვრის პერიოდზე კიდევ გზა გვაქვს, ის გზა კიდევ არის ჩახერგილი სხვადასხვა გესებით, რასაც ღვარს მიაგზები და საქართველოს გასასვლელი რუსეთზე 25 წლის მანძილზე სარგებლობენ დასავლეთის ქვეყნები. რუსეთის ბაზარზე 25 წლის მანძილზე ევროპელებმა, იტალიელებმა, ფრანგებმა, ესპანელებმა იმდენი ალკოჰოლური საქმეები გახიდეს და იმდენი ხილი გახიდეს, რომ საქართველოს 10 წლის კი არა 10 წლის შემინახავენ წელიწადში 420 მილიარდი დოლარის რუნა აქვს ევროპას რუსეთთან. და ჩვენ კიდევ იმის საშუალება არ აქვს ქართველებს, რომ ეს ნაბიჯი რუსეთში გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია. ჩემს ითვალე გამოდიოდა მიესალმეს
აქა 100% სინახდება პარადა. თქვენ კიდევ სოფელში ერთი დედმაც მოვიცხოვოთ, ბატონო. ერთი დედმაც რაღაცა შექმნათ. მე თქვენ ნატარი შეგვიძლია სოფელში ან თბილისში დაფიდო, გახსნე იდგეთ. და მე საუბრობ სოფლის მეურნეობაზე, გლეხობაზე და მიწებზე და სხვა. კარგად გაგონებოდეთ. მადლობა, სხვათა შორის ძალიან კარგად აღნიშნა ბატონმა. ის რომ ახლა თუნდაც დაძაბულ ეკონომიკურ მდგომარეობაში, როდესაც დასავლეთი სანქციებს აწესებს რუსეთის წინააღმდეგ, ზუსტად ის დარგები, რომლებიც რუსეთში ექსპორტზე არიან ორიენტებული, მათი შეზღუდვა არ უნდა დასავლეთს და ამ შემოსავლის დაკარგვა, რასაც ქვია რუსეთის ბაზარი, დიდად არ უნდათ. ეს ორმხრივი მიმართულება, აქ უკვე რუსეთი თამაშობს როგორც მეორე მხარე, თქვენ აღნიშნეთ კიდევაც დასაწყისში რუსეთმა სცადა გარკვეულწილად საპასუხო ზომების მიღება, თუმცა გაუჭირდათ იქიდან გამომდინარე, რომ ალტერნატივა უცბად ვერ მოიძებნა ამ პროდუქციის ჩასანაცვლებელი. მაგრამ ცოტა რთული საკითხია. ის დასავლური კომპანიები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და რომლებმაც დაიკავეს მთელი რიგი ქართული პროდუქციის ადგილი რუსეთში. ეს არიან ფაქტიურად გიგანტები და მონსტრები, რომლებიც განსხვავებით ჩვენი წვრილი მეწარმეებისგან და ჩვენი გლეხობისგან პირდაპირ რუსეთის ხელისუფლებასთან საუბრობენ. იქ პირდაპირ გამარტივებული წესებით აკეთებენ ხელშეკრულებებსა და აფორმებენ შეთანხმებებს. აქ საუბარია საკმაოდ დიდ მოცულობებზე. ჩვენ გაგვიჭირდება, რომ მათ კონკურენცია გაუწიოთ, ეს სიმართლეა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე აბსოლუტურად ვეთანხმები მსმენელს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მაქსიმალური უნდა გააკეთოს, კიდაც ახლანდელმა, კიდაც ნებისმიერმა, რომელიც იქნება, რომ საკუთარი წარმოებლების ინტერესები უნდა დავიცოთ. საქართველოს პროდუქციისთვის და საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის ყველგან უნდა მოიძებნოს შესაძლებლობა, რომ ეს პროდუქცია გაიყიდოს, ის ადამიანები, ვინც ამ პროდუქციას აწარმოებენ, მიიღონ შემოსავალი, მოახდინონ მე ამ შემოსავლის უკან ჩაბრუნება საკუთარ საქმეში აქ და შესაბამისად მათი კონკურენტული ხარისხიც გაიზრდება. მეორეს მხრივ, რთულია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ თუ არა პოზიციების დაბრუნებას. აი მაგალითად რუსეთის ბაზარი რო ავიღოთ, რუსეთის ბაზარი უკვე გაჯერებული არის. საკმაოდ არც თუ ისე დაბალხარისხიანი, მაგრამ იაფიანი ჩილეს ღვინოთი, კალიფორნიიდან ღვინოთი, სხვადასხვა სახელმწიფოდან შემოტანილი ალკოჰოლური პროდუქციით, მათ შორის იაფიანი ესპანური ღვინოებით. ბერძნული ღვინოებიც კი არის რუსეთის ბაზარზე წარმოდგენილი, რომელიც ფასში ჩვენს ღვინებს უწევს კონკურენციას და უფრო იაფათაც იყიდებიან. ანუ ის რომ ჩვენ წვეტა გქონდა გარკვეულწილად აი ამ სექტორისთვის იყო დარტყმა. თუმცა როგორც გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე, მარტო ღვინო და მარტო მანდარინები ჩვენ ვერ გადაგვარჩენს. აქ ცოტა სხვა მიმართულება არის საჭირო და ნუ ეს უკვე ცალკე გადაცემის თემა არის. თუმცა თქვენ ახსენეთ ძალიან ასოცირების ხელშეკრულება, როდესაც ხდებოდა მოსამზადებელი სამუშაოები ამ ხელშეკრულების გაფორმებისა, ძალიან დიდი PR კამპანია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ინვესტიციები აუცილებლად გაიზრდებოდა სწრაფადვე და ეს იქნებოდა ბუმი. თუმცა ინვესტორების გარკვეული ნაწილი მაინც როგორც ჩანს იკავებს, იმიტომ მაინც და მაინც მკვეთრი ზრდა არ ფიქსირდება მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების 70% უკვე შევიდა ძალაში და ეს მანამდეც იცოდნენ ინვესტორებმა, სანამ ძალაში შევიდოდა. როგორ ფიქრობთ, რას უკავშირებთ აი ამ ფაქტს? არის თუ არა ის ფაქტი თუნდაც იგივე რუსეთის, იმიტომ რაც განახორციელა რუსეთმა უკრაინაში ინვესტორისთვის მაგალითად არის დიდი რისკი, რომ შესაძლოა უფრო მარტივად განახორციელოს გაცილებით უფრო სუსტ სახელმწიფოში, როგორიცაა საქართველო, ხო? ნუ რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, მოდით ნუ ვიჩქარებთ. ეს არ ხდება ერთ დღეში, არც ერთ კვირაში და არც ერთ თვეში. ახალი საწარმოები ასე უცბად არ ეხსნებიან. ბიზნესი საკმაოდ ფრთხილი არის. აქ არ არის საუბარი რაღაცა უცხოური ფონდიდან მოგებულ გრანტზე, რომლითაც რაღაცა პროექტს განახორციელებ, აქ არის საუბარი ფიზიკური პირების, რაღაც კომპანიების, ადამიანების ფულზე და ნუ ყველას უნდა რომ საკუთარი ფული 10 ჯერ გაზომოს და მერე ჩადოს საქმეში. ამიტომ მყისიერი რეზულტატი ჯერ არ იქნება.
ამიტომ ნურც გავაკრიტიკებთ და ნურც შევაქებთ ჯერ ამ მიმართულებას. არა, მე უარყოფით კონტექსტში არ ვამბობ, უბრალოდ ვამბობ იმას, რომ რისკ ფაქტორია რუსეთის მეზობლობა, თუნდაც ინვესტორებთან ურთიერთობისა. ერთის მხრივ რისკ ფაქტორია, მეორეს მხრივ ჩვენთვის პლუსიც შეიძლება იყოს. იმიტომ რომ ზუსტად ის რუსული კომპანიები, რომლებიც პირდაპირ ვერ აწარმოებენ ახლა ეკონომიკურ საქმიანობას ევროკავშირთან, შეიძლება ნელ-ნელა თავის კაპიტალი შემოვიდნენ აქ. სხვა მომენტია ის, რაც ჩვენ ვისაუბრეთ, გვინდა ჩვენ რომ ეს კაპიტალი შემოვიდეს საქართველოში, თუ საზოგადოება გადაწყვიტავს, რომ მისთვის ეს არ არის პრობლემა და მისაღები ამ რუსული კაპიტალის შემოდინება საქართველოში, რატომაც არა. თუ არა, ეს უკვე სხვა არჩევანის თემა არის. ხოლო მეორეს მხრივ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას მაინც დაჭირდება დრო. თუნდაც ეს კომპანიები რომც დაარსდნენ, რომც გაიხსნენ ჩვენთან და დაიწყონ საქმიანობა, ამის შემდგომაც რაღაცა პერიოდი იქნება საჭირო, რომ ეს ყველაფერი გარკვეულწილად ზეგავლენას ახდენდეს ჩვენს ეკონომიკაში. ჩვენი ეკონომიკა აღარ არის ისეთი პატარა, როგორც იყო 10 წლის წინ. თუ თქვენ გახსოვთ, საქართველოს ეკონომიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში მთლიანი შიგა პროდუქტი 4 მილიარდიდან 16 მილიარდამდე გაიზარდა. გადააჭერბა 16 მილიარდს დოლარებში მაქვს საუბარი, ასე რომ ახლა ერთი საწარმო და ორი საწარმო უკვე ვეღარ ქმნის ფონს. ამ მიმართულებით ძალიან პერსპექტიულია ენერგოინვესტიციები. ენერგოსექტორი მოგეხსენებათ დღეს საკმაოდ საინტერესოა უცხოელი კომპანიებისთვის. არაერთი პროექტი ხორციელდება ახლა საქართველოში, შენდება ახალი ჰესები, საცდელი ქარის ელექტროსადგურიც შენდება, რომ ნახონ რა პერსპექტივა გააჩნია ამ სექტორს საქართველოში და გარდა ამისა მიდის მუშაობა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეც, ანუ იმაზე არა მარტო გენერაციაზე ელექტროენერგიის, არამედ ელექტროენერგიის მიწოდების ახალი სისტემების შექმნაზე. ეს არის საკმაოდ დიდი ბიზნესი, საკმაოდ დიდი მიმართულება და ამ მხრივ საქართველოს საკმაოდ დიდი პერსპექტივები გააჩნია. მათ შორის საქართველოს უნდა ისარგებლოს იმით, რომ მას გააჩნია საკმაოდ ხელსაყრელი ტერიტორიული მდგომარეობა რუსეთსა, თურქეთსა და სომხეთს შორის, მათ შორის აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის და თუ აქამდე ჩვენ ეს ახლა გამომწინა მსმენელის თქმის არ იყოს პრობლემას გვიქმნიდა ვთქვათ იგივე სამაჩაბლოსა და აფხაზეთის თვალსაზრისით რაღაცა მოგება ჩვენც უნდა ვნახოთ იმ თვალსაზრისით რომ აი ამ ენერგონაკადების ტრანსპორტირებით ჩვენ მივიღოთ დამატებითი შემოსავლები. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ნავთობის ნაკადები, ეს უნდა იყოს ასევე ელექტროენერგიის საკმაოდ დიდი ნაკადები, რომლებიც გადავა ერთიდან მეორე სახელმწიფოს ჩვენს ტერიტორიის გავლით. ჩვენ რო გადავხედოთ იმ დარგებს, სადაც ძირითადად ეს პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ხორციელდება, ძირითადად ეს არის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ეს არის ენერგეტიკა, ეს არის უძრავი ქონება. ანუ ყოველწლიურად არის ინვესტორების მხრიდან სტანდარტული დარგები და ინტერესების სფერო. და მაინც ამ ბოლო პერიოდში მთავრობის გარკვეული სახის პოლიტიკის გატარებით უკვე გარკვეულწილად მრეწველობის სფეროც წამოიწია და უკვე ფეხს იკიდებს ნელ-ნელა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არის ეს ტრადიციულად ყოველთვის რატო იყო ინვესტორების მხრიდან ეს მსხვილი დარგები მხოლოდ დაინტერესების სფერო? ეს განპირობებულია ძალიან მარტივი მიზეზების გამო პირველ რიგში. როდესაც შენი ბაზარი არის აუთვისებელი უცხოური კაპიტალისტვის, არ გიცნობენ ვინ ხარ, რას წარმოადგენ, რა უპირატესობები გაგაჩნია, ამ შემთხვევაში ყველაზე გახსნილი და მარტივი სექტორი ინვესტირებისთვის არის უძრავი ქონების სფერო. უძრავი ქონება მოგეხსენებათ ყველაზე სტაბილური დარგია სხვა დარგებთან შედარებით, რა თქმა უნდა, თუმცა მანდაც არის საკმაოდ დიდი რყევები და ეს რყევები ჩვენს განვიცადეთ. და შესაბამისად პირველად ინვესტიციები გახორციელდა ამ მიმართულებით. შემდგომ უკვე ამ დარგის ათვისების შემდგომ უკვე ეს ადამიანები, ვინც უკვე იცნობენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკონომიკას, არაერთხელ არიან აქ ნამყოფები, უკვე რაღაცა საქმე გააკეთეს, უკვე ინტერესდებიან სხვადასხვა დარგებით. ეს არის ბუნებრივი პროცესი, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ თავიდან დაიწყო ძალიან მარტივი მიმართულებებით, ეს იყო უძრავი ქონების ბაზარი, მეორე ტრანსპორტის ბაზარი, იმიტომ რომ ამ სახელმწიფოებს ჭირდებოდა საქართველოს სატრანსპორტო კორიდორი საკუთარი ნაწარმის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასატანად და შესაბამისად მოუწიათ საქართველოს გაცნობა როგორც ასეთის და ბუნებრივია, როდესაც შენ პროდუქციას გადაატარებ და ვთქვათ აქ რაღაცა გჭირდება მიმართულებით, შეხვალ ამ ბაზარზე და ტრანსპორტის სექტორსაც აითვისებ, ხოლო უკვე აი ასეთი ინვესტიციების შემდგომი ნაბიჯი არის, როდესაც შენ უკვე იცი ქვეყნის სპეციფიკა.
იცი მისი შედარებითი უპირატესობები. გარკვეულწილად გაგაჩნია წარმოდგენა ამა თუ იმ სექტორზე, აი ამ სექტორული უფრო ღრმა ინვესტიციებისა, რაც შეეხება უკვე წარმოების მიმართულებას, რომ რაღაცა ნედლეულის გადამუშავება მოხდეს და არა მხოლოდ ნედლეულის დონეზე იყოს აქედან რაღაცის გატანაზე საუბარი, არამედ უკვე რაღაც გადამუშავებული პროდუქტი იყოს, ეს უფრო მეტ დანახარჯებს მოითხოვს. აქ რისკიც უფრო დიდია, აქ უნდა იცნობდე კარგად ქვეყნის კანონმდებლობას, საგაცხადო კოდექსს, უნდა იცოდე ქვეყანაში ბიზნესის წარმოების სპეციფიკა, რაც როგორც მოგეხსენებათ არ არის ასეთი აუცილებელი უძრავი ქონების ბაზრისთვის. ამას ჭირდება მეტი დრო და ბუნებრივად ხდება ის პროცესი, რომ ჯერ თავიდან აი ამ უძრავი ქონების სექტორში შევიდნენ ინვესტიციებით, ხოლო შემდეგ უკვე ვითარდება და უფრო სიღრმეში მიდიან სხვა მიმართულებითაც. დღესდღეობით როგორც აღვნიშნე, საკმაოდ დიდი ინვესტიციები ხორციელდება ენერგოსექტორში. ენერგოსექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სექტორი, თუმცა საკმაოდ მომგებიანი და სარფიანი. და აი ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ალბათ არის უკვე ის ფინანსური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ კავშირები როგორც ადგილობრივ ბიზნესმენებთან, ასევე იციან თუ ვინ შეიძლება იყოს მერე შემდგომ მათი მომხმარებელი მომავალში აქ წარმოებული პროდუქციის. ეს საკმაოდ დიდი კაპიტალ დაბანდებები ხორციელდება უკვე. თქვენ საუბარში ახსენეთ ოფშორული ზონებიდან შემოსული ინვესტიციები და ხშირად კი არა თითქმის პრაქტიკულად შეუძლებელია წარმომავლობის ნახვა თუ რა გზით არის შემოსული. თუმცა თუ გადავხედავთ ბოლო ტენდენციებს, ბევრი განვითარებული სახელმწიფო უარს ამბობს ოფშორულ ინვესტიციებზე ქვეყანაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, საქართველოს რამდენად არის მზად იმისთვის, რომ თქვას ოფშორულ ინვესტიციებზე უარი იმ მოტივით, რომ იყოს წარმომავლობის ხაზი ღია? მეც რამე პირდაპირ გეტყვით, რომ ალბათ დღეს ჩვენ არ ვართ იმისთვის მზად, რომ ასეთ კომპანიებს უარი უთხრათ. რატომ? მარტივად იმიტომ, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკას ჭირდება ზრდა, საკმაოდ დიდი ზრდა ჭირდება. ახლა ჩვენ თუ გავაგრძელებთ იმ ტემპებით ზრდათ, როგორც ახლა ვიზრდებით 5-6%-ით, ეგ იმას ნიშნავს, რომ რამოდენიმე წელიწადში ჩვენ ალბათ 2020 წლისთვის მივაღწევთ რუმინეთის დონეს, თქვა. ოღონდ დღეს რასაც წარმოადგენს რუმინეთი, ერთს მოსახლეზე მაგის მიხედვით. ხოლო წარმოიდგინეთ 2020 წელს რუმინეთიც ხო იზრდება თავისი ზრდის ტემპი გააჩნია, ის კიდევ უფრო შორს იქნება წასვლის. ყოველთვის მაჩანჩალა ქვეყანა ვიქნებით. ჩვენ გვჭირდება საკმაოდ დიდი ინვესტიციები. იმის ფუფუნება არ გაგვაჩნია, რომ ეხლა ვთქვათ, რომ იცით რა, თქვენ ჩვენთვის არ ხართ მისაღები ინვესტორი, ხოლო თქვენ ხართ ჩვენთვის მისაღები ინვესტორი. მოსახლეობის თვალსაზრისით საკმაოდ დიდი სიდუხჭირე არის. უმუშევრობის დონე მაღალი არის. ამ ხალხს დასაქმება ჭირდება. ხო ჩვენ აქ თუ არჩევანი და დავაყენეთ და დავიწყეთ წუნეაობა, რო იცით რა. მე ფრანგული კაპიტალი არ მომწონს და დანიური კაპიტალის ინვესტიცია მირჩევნია და არა ჩინური კაპიტალის ინვესტიცია არ მინდა. საკმაოდ გაგვიჭირდება. თუმცა აქაც არის არა უბრალოდ მფლობელობაზე, არამედ სექტორული მიდგომა მნიშვნელოვანი. უნდა განისაზღვროს რა დარგები არის ჩვენთვის პრიორიტეტული და რა დარგებში გვინდა რომ ეს ინვესტიცია მოახდინონ. და არა ის უბრალოდ რომ ვთქვათ უარი ვთქვათ უცხოურ ინვესტიციებზე იმის გამო რომ არ ვიცით ზუსტად ვინ არის ინვესტორი. შენ შემთხვევაში მინდა გითხრათ რომ ეს კომპანიები ისევ და ისევ ქართველების არის. საქართველოში ნაშოვნი ფულით და უბრალოდ არ უნდათ იმ ადამიანებს რომ გამოაჩინონ ის რომ აი ეს მის გვერდით ცხოვრები ადამიანი არის ამ ბიზნესის მეპატრონი. აი ეს ადამიანები არა მარტო გვერდით ცხოვრები. კი ბატონო, გეთახმებით, ხო და ნუ დავკარგავთ უბრალოდ ამ კაპიტალს. ბოლოს მინდა იქითკენ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი, რომ ძალიან ბევრი არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, თქვათ რა კურსი უნდა აიჩიოს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ეკონომიკური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს საქართველოს რუსეთთან? ჩვენთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, რომ ჩვენ შევძლოთ მაქსიმალურად გავიტანოთ ექსპორტზე საქართველოში წარმოებული პროდუქცია ყველა მიმართულებით. მათ შორის რუსეთის მიმართულებითაც. თუმცა ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ეს შეიძლება იყოს დროებითი. ამიტომ გრძელვადიანი გეგმები და ინვესტიციები არ უნდა გავწიოთ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ბაზარი იქნება მუდმივად ჩვენთვის ღია. დიახ, ვისარგებლოთ იმით, რომ ამ ბაზარზე არის მოთხოვნა. შევეცადოთ, რომ დიდი ოდენობით გავიტანოთ იქ პროდუქცია და ამით მივიღოთ ეკონომიკური შემოსავალი, როგორც იმ პირებისთვის, ვინც ამ ექსპორტს განახორციელებს, ისევე ჩვენი სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მე გადასახადებში აისახება. ეს კომპანიები თუ გაიზრდება და გადასახადებს გაზრდიან, შემდეგ უკვე თითოეული ადამიანისთვის გაუმჯობესდება სიტუაცია.
მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ იქნება პანაცეა. პანაცეა შეიძლება იყოს ზუსტად აი ეს გრძელი და საწვალებელი გზა, რომელიც გაგვიხსნის ევროკავშირის ბაზარს, რომელიც გაგვიხსნის შეერთებული შტატების ბაზარს, სხვა ბაზრებს, მსხვილ ბაზრებს, რომელიც უფრო სტაბილურები არიან და მოცულობითად ბევრად უფრო დიდები არიან. დიდი მადლობა, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. მე კი ჩემ მაყურებელს და მსმენელებს შევახსენებ, რომ დღეს ჩემი სტუმარი იყო ირაკლი მურცხოვლაძე, მე გადაცემის წამყვანი ოთარ ანგურიძე. გამშვიდობებით, მოვალ ხუთშაბათამდე. დიდი მადლობა.